როგორ აისახა გაძვირებული საწვავი საგაზაფხულო სამუშაოებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 5 დღით გადადებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ბოლო 2 დღეში ვაშინგტონსა და თეირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული დიალოგი შედგა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, რომ მსოფლიო ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ბაზარზე სიტუაციის დასტაბილურებისთვის კი შესაძლოა რეზერვებიდან მეტი ნავთობის გამოთავისუფლება გახდეს საჭირო. TBC კაპიტალის ინფორმაციით მარტში უცხოური ბარათებით ხარჯები შემცირდა კლება როგორც სასტუმროებისა და ავიაბილეთების კატეგორიაში, ისე სხვა ტურისტული სერვისების შეძენაში. ღვინის ეროვნული სააგენტო დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 221,000-მდე ფუნტის დახარჯვას გეგმავს. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ტრამპი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 5 დღით გადადებას და ასევე 2 დღიანი ულტიმატუმის პირობის გაუქმების შესახებ აცხადებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვაშინგტონსა და თეირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული დიალოგი შედგა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრულ დასრულებას ისახავს მიზნად. ამ სიღრმისეული დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და განწყობის გათვალისწინებით, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სამხედრო უწყებას მივეცი მითითება 5 დღით გადადოს ყოველგვარი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებით გაგრძელების პირობით, წერს დონალდ ტრამპი. კონფლიქტზე დღეს BMG-ს ეთერში კომენტარი გააკეთა ისრაელის ელჩმა საქართველოში. მისი თქმით, ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა და ამ საფრთხის განეიტრალებას ისრაელი ბოლომდე მიხვდება. ჩვენთვის, როგორც აქამდეც აღნიშნეთ და გავიმეორებ, მიზანი არის ამ საფრთხის მოშორება. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ირანის მხრიდან ისრაელის მიმართ. ამაზე კომპრომისი არ იქნება და ბოლომდე გავყვებით ამ პროცესს ამ გზით თუ იმ გზით. ირანი ცდილობს სხვადასხვა გზით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ ეს ომი გარკვეულწილად ეკონომიკურ ომად გარდაქმნას ცდილობენ ერთგვარად დააშანტაჟონ, ასე ვთქვათ, ომის გამოყენებით, თუნდაც მაგალითად დაემუქრონ თავდასხმით ნავთობის თვალსაზრისით სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, მაგალითად, ან თუნდაც სტრატეგიული აქტივების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს არის დინამიკა ომისა. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ეს კონფლიქტი კი უკვე აისახა საქართველოს ტურიზმის სექტორზე. მარტში საქართველოში უცხოელების ტურისტული დანახარჯების კლება გამოიკვეთა. ამის შესახებ TBC კაპიტალი აცხადებს. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, მარტის განმავლობაში უცხოური ბარათებით განხორციელებული ხარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორად ითვლება, კლებას აჩვენებს. შემცირება ფიქსირდება როგორც სასტუმროებისა და ავიაბილეთების კატეგორიაში, ისე სხვა ტურისტულ სერვისებშიც. TBC კაპიტალის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ტურისტული ნაკადების დინამიკა ნაწილობრივ აისახება საქართველოს აეროპორტების დატვირთულობაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუმცა ჯერ კიდევ ომამდელ მაჩვენებლებს ჩამორჩება. საპირისპირო სურათია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ბათუმის აეროპორტში, რომელიც განსაკუთრებით დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე, ფრენების რაოდენობა როგორც წინა წელთან, ისე 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებითად შემცირებულია. ამასთან Google-ის საძიებო სისტემა აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ონლაინ ძებნის დინამიკა ჩენელებულია. ჯამური უნაღდო დანახარჯები ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არ რეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით წინა თვესთან შედარებით სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება. წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც. სტუმარ-მასპინძლობის სექტორში აქტივობის შენელებაზე მიუთითებს Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნის სიხშირე და საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობაც.
TBC კაპიტალი მიუთითებს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4,9%-ზე ინარჩუნებს. საინვესტიციო ბანკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს, მათ შორის გაზრდილია ინფლაციის რისკებიც. რაც შეეხება ლარს, მათი შეფასებით ნეიტრალური რჩება ეს შეფასება. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესებაც რჩება. მართალია, იანვრის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, თუმცა თებერვალსა და მარტში უნაღდო ხარჯების საკმაო შენელებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ დაახლოებით 4,9%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ. რაც შეეხება ლარს, ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება. ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებამდე TBC კაპიტალის საბაზო სცენარი 2026 წლის ბოლოსთვის ლარის მცირედი გაუფასურება იყო დიდწილად, ასევე უკრაინის კონფლიქტის დასრულების ალბათობის გათვალისწინებით. ამდენად, როგორც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების ალბათობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია აბალანსებს. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება რჩება. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგსაწევი და სასუქები გაუძვირდა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ქვეყანაში სასუქების იმპორტს ართულებს, შედეგად მოსალოდნელი, რომ სასუქებზე ფასები გაიზრდება. გლობალური ტენდენციის გავლენით ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დიზელის ფასით, ამ ტიპის საწოლზე კი ფერმერებისა და აგროსექტორის მხრიდან საგაზაფხულო სამუშაოებისას მოთხოვნა იზრდება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების შემდეგ საქართველოში ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სწორედ დიზელის საწოლს შეეხო. შედეგად სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ გაძვირებული საწვავი და სასუქები სექტორს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს მნიშვნელოვნად გაუძვირებს, რაც პროდუქტის თვითღირებულებაშიც აისახება. ეკა გაზდელიანი გვერდდება შეფასებებით, ეკა რა მოლოდინები აქვთ ფერმერებს გისმენთ? მოგესალმები ნინო, საგაზაფხულო სამუშაოების აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად ფერმერები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, აგროსექტორს საწვავი და სასუქები გაუძვირდა, განსაკუთრებით ეს გაძვირება დიზელის ტიპის საწვავს შეეხო, რომელიც სასოფლო სამეურნეო მექანიზაციაში გამოიყენება საგაზაფხულო სამუშაოებისას. დღეს მდგომარეობით კი ბაზარზე დიზელის ფასი 3.45, 3 ლარი და 60 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ირანში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბოლო ერთ თვეში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი 50%-ზე მეტად არის გაძვირებული, შესაბამისად ფასების მატება ასახულია საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზეც. აგროსექტორის წარმომადგენლების განმარტებით გაძვირებული ლოგისტიკა და საწვავის მზარდი ფასი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე პირდაპირ აისახება. მაგალითად, ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია აცხადებს ჩვენ დასაუბარში, რომ აგროსექტორისთვის მუშაობა მნიშვნელოვნად რთულდება, რადგან საწვავის და ენერგომატარებლების ხარჯი პროდუქტის საბოლოო ღირებულების თითქმის მესამედს შეადგენს, ამიტომ მიმდინარე პროცესები უახლოესი თვეების განმავლობაში პროდუქტებს კიდევ უფრო გააძვირებს და ინფლაციური პროცესების აჩქარებასაც გამოიწვევს. საწვავის ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი, ის არა მხოლოდ უშუალოდ წარმოებაში არის გამოყენებული, თუმცა აქაც ძალიან დიდი ნაწილი უკავია ენერგომატარებლის დანახარჯების სახით, ასევე შემდგომ პერიოდშიც, როდესაც მოხდება უკვე მოსავლის მოყვანა, მის გადატანას, გადაადგილებას, სამაცივრო სისტემებში შენახვასაც თავისთავად ცხადია, იგივე დანახარჯი უფრო გაზრდილი ხდება და შესაბამისად ფასზე აისახება ეს ყველაფერი და თავისთავად ცხადია ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დატვირთვა მოდის პროდუქციის თვითღირებულებაზე. ეს როგორც მინიმუმ სადღაც 20-დან 30%-მდე ღირებულებას შეადგენს პროდუქციის, ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც და შესაბამისად ფასის მატება გარდაუვალია. საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად და გაცილებით მეტად ფასის ზრდა მოხდა დიზელის საწვავზე და შესაბამისად ეს საქართველოს ბაზარზეც აისახა. მაგრამ ვინაიდან არსებობდა ნაშთები, გარკვეული ნაშთები, ეს მატება არ არის შესაბამისობაში იმ მატებასთან, რაც საერთაშორისო ბაზარზე მოხდა. შეიძლება საწვავი დეფიციტი არ იყოს, მაგრამ მაღალი ფასიდან გამომდინარე რთული ხდება ეს შესყიდვა მოსახლეობისათვის. საწვავთან ერთად პარალელურად გაძვირებულია სასუქებიც. დარგის წარმომადგენლების განმარტებით ადგილობრივ ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასმა 1 ტონაზე დაახლოებით 200 ლარით მოიმატა. რაც შეეხება ფოსფოროვან და კალიუმიან სასუქებს, საქართველოს სრულად იმპორტზეა დამოკიდებული და როგორც დარგში აცხადებენ, მიწოდების დეფიციტი ამ ეტაპზე არ იგრძნობა, თუმცა გლობალური პროცესები და ომი ფასებსაც გავლენას ახდენს. სასუქების ნაწილი საქართველოში რუსეთიდან, ნაწილი კი აზიური ქვეყნებიდან შემოდის და როგორც დარგში განმარტავენ, სასუქების დიდი ნაწილი
ახალი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის უკვე გაყიდულია, თუმცა მომდევნო ეტაპის გაყიდვები რამდენიმე კვირაში დაიწყება, თუმცა უკვე გაზრდილი ფასით. ჩვენ ამ ფასში შემოვიტანეთ ძალიან დიდი რაოდენობა და დიდი ნაწილი უკვე მივიღეთ, მოკლედ რო გითხრათ და ძალიან ცოტას ველოდებით ახლა. ცოტა შედარებით ზვირად გვაქვს წინაწელს ყიდით, მაგრამ შეიძლება კიდე შევცვალოთ ახლა ფასები. ფასებმა ახლა სასუქებზე ყველგან მოიმატა, ყველაფრის ფასი მომატებულია და ჩვენი კონკრეტული სასუქის ფასებიც მოიმატა, მაგრამ ზუსტად ციფრებში როგორ იქნება ახლა ვერ გეტყვით. თუ გაგზირდება დიზელიც და აგრეთვე ვიცით რომ ჰორმუზის სრუტიდან ძირითადად ეს სასუქები მოძრაობდა და თუ დეფიციტი შეიქმნება მსოფლიო ბაზარზე, ალბათ აისახება რუსეთსაც, იმიტომ რომ ძირითადად რუსეთიდან და აზიიდან მოდის ჩვენთან სასუქები. თვითონ ქვეყანა არის გამტარი ამ სასუქების დადგენაზე საკმაო რაოდენობებია წარმოდგენილი როგორც ჰერბიციდების, ასევე სასუქების მიმართულებით. თუმცა თუ ფასი გაიზრდება, ისევ დააწვება წნეხი ფასს და ისევ ფერმერზე აისახება, რა თქმა უნდა, თუ გაძვირდება, აუცილებლად გამოიღებს სამომავლოდ ეს აისახება ფასებს. საბოლოო ჯამში საწვავის და სასუქების გაძვირება მოსალოდნელია, რომ პირდაპირ პროპორციულად აისახება მოსალის თვითღირებულებაზე, რაც ისედაც დაბალი საბაზრო ფასების ფონზე სექტორისთვის დიდ წნეხს წარმოადგენს. უბრალოდ ამ თემაზე დღეს 19 საათზე ჩვენ თავად გამოშვებაში მოგიყვებით. მადლობა ეკა, რა გამოწვევით ხვდებიან ფერმერების საგაზაფხულო სამუშაოებს ეკა გაზდელიანმა გაგუცნა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე კი ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინი გაჩნდა, როგორც ფეროშენადნობთა საწარმოების ნაწილში ამბობენ, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მინდოეთს, რომელიც გლობალურად პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა. ამ ფონზე კი მოსალოდნელია, რომ ერთის მხრივ ბაზარზე ფასები გაიზრდება, მეორეს მხრივ კი ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გააქტიურდება ექსპორტი. ბაზარის მონაწილეები ელიან, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება, როგორც ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო ბაზარზე თურქეთში, ასევე ევროპაში. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წლის პირველ ორ თვეში ფეროშენადნობების ექსპორტის 93%-იანი ზრდისა, დარგის საწარმოების დიდი ნაწილი ამ დროისათვის კვლავ გაჩერებულია გლობალურ ბაზარზე არსებული შედარებით დაბალი ფასის ადგილობრივი საწარმოებისათვის გამოწვევად სახელდება ასევე ელექტროენერგიაზე არსებული მაღალი ფასებიც. ძირითადი ასე ვთქვათ ოპერატორი კომპანიები, გადამზიდავები, საერთაშორისო გადაზიდვებზე მაქვს საუბარი. პრაქტიკულად წყვეტენ იმ მარშრუტებით მოძრაობას, ტრადიციული მარშრუტებით მოძრაობას, რომელთაც ხორციელდებოდა აზიიდან, იგივე ინდოეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება. ეს იწვევს ერთი მხრივ იმ პრობლემას, რომ ფაქტორს უпроსტად, რომელიც დაკავშირებულია გადაზიდვის დროსთან, იზრდება მანძილი და შესაბამისად იზრდება მიწოდების ვადებიც. ანუ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს დადებით ფაქტორად ჩვენი, ასე ვთქვათ, სექტორისათვის, იმიტომ რომ მოლოდინია იმისა, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება, რამაც ლოგიკურად ფასების მატებაც უნდა გამოიწვიოს. ამ განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ლოგისტიკაზე და კერძოდ ამ ლოგისტიკის დროზე. შესაბამისად, ბევრი თურქი მომხმარებელი ამ პერიოდში იწყებს ძიებას ალტერნატიული წყაროებისა, შესაბამისი რეზერვების შესაქმნელად და პირველ რიგში საქართველო და ქართული ფეროშენადნობები გახდათ მათი არჩევანი, გამომდინარე მოკლე ლოგისტიკური გზისა და გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად ეს მომხმარებელი შეჩვეულია ჩვენს პროდუქტს. და ამაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში მე ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული ფასის ზრდა. ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი საქართველოსთვის შესაძლოა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გახდეს, როგორც ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს. ამ პირობებში საქართველოზე გამავალ შუადერეფან შესაძლებლობა ეძლევა დამატებით ტვირთები მოიზიდოს, ჯერ გარკვეულ შედეგებზე საუბარი ადრეა, თუმცა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ირანის ბენდერ აბასის პორტის შესაძლო ჩაკეტვა და ჰორმუზის სრუტაში შექმნილი საფრთხეები ტვირთნაკადებს საქართველოს დერეფნის სკენ გადმოამისამართებს, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო მარშრუტი უფრო გრძელია, ზედ ჩხარტიშვილი ხაზს უსვამს, რომ შუადერეფანი სტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ტვირთების გარკვეული ნაწილი სწორედ შუადერეფანში გადმოამისამართდეს. ბენდერ აბასის პორტი რეალურად დაიხურა და ეს ნაკადი თავსახად გადმოამისამართება შუადერეფანში, შეიძლება სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც და აგრეთვე ჩვენ დავალოდოთ
თუ როგორ აისახება გებელალის სპორტზე შემდგომში განვითარებული მოვლენები. ერთ-ერთი კიდევ საინტერესო მომენტი არის ის, რომ ნავთობის ფასი იზრდება, გადაზიდვის ფასი მოიმატებს და თქვენ იცით, რომ საზღვაო მარშრუტები ყოველთვის იყო უფრო გადაზიდვის დროით ხანგრძლივი, მაგრამ უფრო მოქნილი ტარიფი იყო, რაც ახლა შეიძლება უკვე საინტერესო გახდეს, რომ გადმომისამართეს თქვა შუა დერეფანში სირეოდენი ზრდა არის დაფიქსირდა, მაგრამ მეორე კვარტალი იქნება უკვე გაანალიზების პერიოდი და უკვე ჩვენ წლის მეორე ნახევარში შეგვეძლება უკვე თქვენ წარმოვიდგინოთ რა ნაწილი გადმომისამართდა. ფიქრობთ, კომპრომისი აუცილებლად იქნება პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე ბიზნესის წარმომადგენლები მინისტრს შეხვდნენ. კერძო სექტორისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უწყებაში გასული კვირის მიწურულს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. რა არგუმენტები წარუდგინეს სექტორის წარმომადგენლებმა დავით სონღოლაშვილს და რა რეჟიმშია დიალოგი საკითხზე მხარეებს შორის. ანუკა ჯოხაძე საუბრა ბიზნესის წარმომადგენლებს და ჩვენს გაგვაცნობს ამ შეფასებებს. ანუკა, გისმენთ. ინო დახურულ კარს მიღმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაზიანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მსხვილ მწარმოებლებს გასული კვირის ბოლოს სამინისტროში უმასპინძლა. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, თუმცა მას გაერთიანების არაწევრი კომპანიებიც ესწრებოდნენ. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და სექტორმა რეგულაციის შესაძლო გავლენაზე მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა. მათი თქმით, ისინი შეხვედრის ბევრ დეტალზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონკრეტულ მექანიზმებზე და ალტერნატივებზე მსჯელობა დაახლოებით ერთ თვეში დაგეგმილ უკვე მომდევნო შეხვედრაზე გაგრძელდება. ბიზნეს მოლოდინი აქვს, რომ საბოლოო ჯამში კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ავარი ახლა არის ამოსავალი, რაც გვაქვს ორივე მხარეს ერთად, ეს არის სამინისტრო და ბიზნესი. ერთის მხრივ ის ლეგიტიმური და სამართლიანი მიზანი, რომელიც სახელმწიფოს აქვს და გარემოს დაცვას უკავშირდება, ამ მიზანს მივახციოთ და მეორეს მხრივ ეს გავაკეთოთ იმის ხარჯზე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. აი ამ საკითხზე გვაქვს აბსოლუტური თანხმედრა და ამ მხრივ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. კონკრეტულ მექანიზმებზე, კონკრეტულ საკითხებზე, ალბათ შემდეგ შეხვედრაზე ალბათ გადავლოთ, რომ ეს იყო უფრო მოტელვითი, წინასწარი გაცნობითი პრობლემის შეფასებითი ნაწილი. ესმით ხედავენ რა რისკების წინაშე არის ბიზნესი. თაგვჭა განცდა, რომ კომპრომისულ ვარიანტზე შესაძლებელი არის შესაძლებელი რომ შევთანხმდეთ. სექტორმაც უნდა ჩამოვაყალიბოთ რა შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც უნდა მოხდეს რაღაც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობა. ერთ-ერთი შეთავაზება, რომელიც კერძო სექტორის მხრიდან გაჟღერდა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მექანიზმის სრულად ამოქმედებაა, რაც გულისხმობს შესაფუთი მასალების რეგლამენტის მიღებას. ეს რეგლამენტი თავის თავში მოიაზრებს მწარმოებლებისთვის მათი მხრიდან წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვებას და შემდეგ უკვე გადამუშავებას. კერძო სექტორის შეფასებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკითხზე მზაობა არსებობს. მის გაფართოებული ვალდებულება. ეს უნდა დაინერგოს, ხელი უნდა მოეწეროს რეგლამენტს შესაფუთი ნარჩენების შესახებ და შესაბამისად შევთავაზეთ, რომ დავიწყოთ ამ ნაწილით, დავნერგოთ მეწარმის გაფართოებული ვალდებულება, დავიწყოთ შეგროვება, ანუ შემდეგ თუ რამე პრობლემა გამოჩნდება შეგროვების პროცესში, უკვე შენგენ მოვიფიქროთ, რითი შეიძლება უფრო ეფექტურად შევაგროვოთ ის ნარჩენი, რომელიც დღეს ბუნებას აბინძურებს ნამდვილად და ჩვენც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები ამაზე გული შევდგიოთ. ჩვენი შეთავაზება იყო, რა თქმა უნდა, რომ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, თქვათ, სასმელების შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტი ამუშავდეს, რადგან მივიღეთ თანხმობა, რომ ეს აუცილებლად იქნება იმ, თქვათ, საკითხებთან კომბინაციაში, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე სამუშაო რეჟიმში ჩვენი წინადადებებით მივალთ კონკრეტულად რისი დათმობა შეუძლია ბიზნესს, რისი დათმობა შეუძლია, თქვათ, სამინისტროს, ანუ რა კომპრომისის მიღწევა არის შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის, პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 litrზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების შემთხვევაში 20 litrზე დიდი მოცულობის ბოთლებს. კერძო სექტორის შეფასებით ეს გადაწყვეტილება ფინანსურ ზარალს, პროდუქციის გაძვირებას, კადრების ოპტიმიზაციას და კომპანიების ნაწილის დახურვას გამოიწვევს. საკითხს ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრი კობახიძე გამოეხმაურა და ბიზნეს დაპირდა, რომ საკითხზე კერძო სექტორთან დიალოგი დაიწყებოდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ხელმოწერით პლასტიკის ბოთლების აკრძალვის შესახებ დადგენილება ოფიციალურად გამოქვეყნდა. შეხვედრის დეტალებზე, რა თქმა უნდა, დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, თუმცა უწყებაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. მადლობა ანუკა, რაზე ისაუბრეს სასმელების მწარმოებლებმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დახოვილ შეხვედრაზე ანუკა ჯოხაძემ გაგვაცხადა. ადმინისტრაციული ჯარიმები, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის ექსპლუატაციიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, მარტივად დაალებადი, ფეთქებადი, ამტვერვებადი მასალების არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ამჟამად მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. პარლამენტში განსახილველად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებია წარდგენილი, რომლის მიხედვითაც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე დაალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსება ან და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომელიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამისოდ განსაზღვრული არ არის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯერიმებას 2500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯერიმებას 5000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 5000 ლარით, იურიდიული პირი კი 15000 ლარით დაჯერიმდება. თუ დარღვევა ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 10000 ლარით დაჯერიმებას. გარდა ამისა, ზემოთხსენებული მასალების საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება და რეალიზაციაც ჯარიმებს გამოიწვევს. პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმე ნაბებს ანა ლაპიაშვილი შეჯამებს. ნახვამდის.